მაგრამ რა გავაკეთოთ? მთავრობამ გასაგებია, რაც უნდა გააკეთოს, უვიზო მიმოსვლა შეწყვიტოს, ინტეგრაციის კურსები დააწყებინოს ემიგრანტებს და უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა დაიწყოს. მაგრამ ამას არ აკეთებენ და ჩვენ რა გავაკეთოთ? როცა ვაპროტესტებთ, ამ ყველაფერს გვარბევენ, ინტერნეტში არ გვისმენენ და ასე შემდეგ. მე მოვიფიქრე ძალიან კარგი იდეა და რავი, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერს ძალიან მაინტერესებს. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ვიდეო, სადაც ინდოელ კურიერ გოგოს მოაქვს ხინკალი ქართველის. ხინკალი უკვე აღარ ვარგოდა, რადგან გოგო დიდი ხანი მოდიოდა ხინკლით და სახლს ძირს მიაგნო და ასე შემდეგ. მგონი ჩემზე კარგად იცით ეს ისტორია. რა გააკეთა კლიენტმა, რომელიც იყო უკმაყოფილო მომსახურებებით. გადაუღო ვიდეო გოგოს და დამამცირებელი ფონით დადო ეს ვიდეო Facebook-ზე. ჩემი აზრით კურიერის გადაღება არ იყო საჭირო ელემენტარულად ერთი ვარსკვლავის დაწერა და მერე ფიდბექის დაწერა და მერე ჩვეულებრივი ვიდეოს გადაღება იქნებოდა საკმარისი. მაგრამ მოდით ახლა არ ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ მოიქცა ეს კაცი სწორად არასწორად ფაქტია რომ მიტანის სერვისს პრობლემა შეექმნა ამ ემიგრანტების გამო.